კვირას 14 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ ნაუმს მართალ ფილარეტ მოწყალეს და წმინდა მოწამე ანანიას სპარსს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ძვირფასო მამებო ძმებო და დებო გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს იყო წაკითხული სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს საუბარი ახალგაზრდა რჯულის მეცნიერთან რომელმაც კითხა მას რა გავაკეთო რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო. უფალმა მას გაახსენა ძველი აღთქმის ცნებები, არა იმრუშო, არა კაცკლა, არა იპარო, არ მოიტყუო, პატივი ეცი, შენს მშობლებს და ასე შემდეგ. ამ კაცმა მიუგო რომ ამ ცნებებს ბავშვობიდან იცავს. მე მართალი ვარო ღვთის წინაშეც და ადამიანთა წინაშეც. და თუ ასე ფიქრობს, მაშინ რატომ ეკითხება მაცხოვარს? თუ თulis რომ ასეთი მართალია და ყველაფერს იცავს. იმიტომ რომ გულის სიღრმეში მაინც ფიქრობს, გონია რომ ის მართალია დაწერილი რჯულის წინაშე. ამ რჯულით თითქოს მართლდება. მაგრამ რჯულის მიღმა არის კიდე უფრო დიდი სიმართლე. და რომ მხოლოდ რჯულის ასე ფორმალურად დაცვა არ არის საკმარისი. რომ საჭიროა რჯულის სულის გაგება, ჩაწვდომა აი ამ სულისა. იმისთვის რომ ადამიანმა სასუფეველი დაიმკვიდროს. და ასევე მაცხოვარი მას ეტყვის რომ თუ გიდა რომ სრულყოფილი იყო, თუ შენ ყველაფერ ამას იცავ, მაშინ მიატოვე შენი ქონება და მე გამომყევიო. ეს კაცი მდიდარი იყო მატერიალურად, მაგრამ ამის გარდა ძვირფასო ძმებო და დებო იგი მდიდარი იყო თავის თავზე დიდი წარმოდგენითაც. თავისი სათნოებების, თავისი სიკეთის შეგნებით იყო მდიდარი. მას ეგონა რომ ყველაფერი შეასრულა ღვთის წინაშე, ადამიანთა წინაშე და მართალია. და უფალი ამბობს რომ მათ შორის ასეთი სიმდიდრეც უნდა მიატოვოს ადამიანმა. თუ ამას არ იზავს, სასუფეველში ვერ შევა. აი ასეთი საოცარი დიალოგია. მაშასადამე ღვთის სასუფეველი ეს არის სიყვარულის სასუფეველი. ურთიერთ სიყვარულის სასუფეველი. და მისი კარი იხსნება მხოლოდ იმ ადამიანთა წინაშე ვისაც სიყვარულის გარდა სხვა არაფრის იმედი არ აქვს. ვისაც გონია რომ თავისი სიმართლით და დამსახურებებით შევა სასუფეველში, იმას იქ არასდროს არ მიიღებენ. ვერასდროს დაიმკვიდრებს ის სასუფეველს. იმიტომ რომ სასუფეველი ღვთისა ეს არ არის კანონების და დამსახურებების სასუფეველი. ეს არის ღვთის მოწყალების და ღვთის სიყვარულის სასუფეველია. და თუ ადამიანს გონია რომ მისი დამსახურებების გამო მიიღებენ და მიიტანს იქ თავის სიმართლეს და უფლებებს და რომ მას უფლება აქვს მისი დამკვიდრების, ასეთი ადამიანი სასუფეველში ვერასდროს ვერ შედის. არამედ მხოლოდ ის ვინც ფიქრობს რომ არანაირი უფლება არ აქვს
სასუფევლისა არანაირი დამსახურება არ აქვს და არაფრით ღირსი არ არის. აი ასეთების წინაშე იხსნება ძვირფასო ძმებო და დებო სასუფევლის კარი. აი ამრიგად ეს უნდა ვისწავლოთ ჩვენ. უარი ვთქვათ ასეთ სიმდიდრეზე, იმიტომაც ამბობს დღევანდელ სახარებაში მაცხოვარი რომ დიდარი ვერ შევა სასუფეველში. არ არის აქ მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე საუბარი. არამედ უნდა ვეცადოთ მოვიპოვოთ ეს სულის სიგლახაკე, რომელზეც უფალი ამბობს რომ ნეტარ არიან გლახაკნის სულითა. ამე თუ მათი არს სასუფეველი ცათა. როდესაც ჩვენ კარგი გაგებით დავგლახაკდებით, გავხდებით უმწეონი აი ამ გაგებით, რომ მხოლოდ ღვთის წყალობის და სიყვარულის იმედი გვექნება, მეტი არაფრის. აი მაშინ დამკვიდრდება ჩვენშიც და განივრცობა ჩვენს ირგვლივაც სასუფეველი ღვთისა, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.